ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის უნდობლობის ვოტუმის განხილვის პირველი რაუნდი გაიმართა. საკითხი პარლამენტში ორმა მსხვილმა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეიტანა. ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპელმა პატრიოტებმა და მემარცხენეებმა ევროპული ინსტიტუტების გამჭვირვალობის ნორმების დარღვევისა და ევროკავშირისთვის საზიანო პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს. თავად ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე მეორედ უნდობლობის ვოტუმის ინიციირებას რუსეთის მახე უწოდა. თამარ გუცილიძე გიამბობთ. ევროკომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა, კორუფციული სკანდალები, წარუმატებელი სავაჭრო პოლიტიკა და შეცდომები საგარეო პოლიტიკაში. ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც ევროკომისიის პრეზიდენტის უნდობლობის საკითხი ევროპარლამენტში ბოლო 3 თვეში უკვე მეორედ დადგა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროპარლამენტი უნდობლობის ორ ვოტუმს ერთდროულად განიხილავს. საკითხი მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიის ორმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ცალ-ცალკე დააყენა. თქვენი ხელმძღვანელობით ევროკავშირი გაურკვევლობისკენ მიექანება. ევროპა ბიუროკრატიის ჩემპიონია მსოფლიოში. უნდობლობის ვოტუმი ევროპას კი არ დაანგრევს, არამედ გადაარჩენს. ქალბატონო პრეზიდენტო, ევროპელების 60% სურს, რომ თქვენ თანამდებობა დატოვოთ, ამიტომ უნდა წახვიდეთ. ხედავთ, რომ ადამიანები კარგავენ სამუშაო ადგილებს, ვერ იხდიან გადასახადებს, ბიუჯეტის დაზოგვის გამო ნადგურდება სახელმწიფო სამსახურები, ტანკებისთვის კი ფული გამოიყოფა. თქვენ უნდა წახვიდეთ. ფონ დერ ლაიენი ბრალდებებს უარყოფს, მისი შეხედულებით უნდობლობის გამოცხადების მცდელობა რუსული ხაფანგია, რასაც ევროკავშირმა ერთიანობით უნდა უპასუხოს. განხეთქილების თესვა, დეზინფორმაციის გავრცელება, განტებების ვაცის ძებნა, ყოველივე ეს ევროპელების დასაპირისპირებლად, ჩვენი ყურადღების მოსადუნებლად და სიმტკიცის შესასუსტებლად კეთდება. ეს მახეა და ჩვენ მასში არ უნდა გავებათ. თავის მართლების შემდეგაც ურსულა ფონ დერ ლაიენი თითქმის 1 საათი ისმენდა კრიტიკას. ევროდეპუტატებმა მას ფაიზერგეითის სკანდალით შეახსენეს და ევროპული დემოკრატიისა და ფასეულობების უგულვებელყოფაშიც დაადანაშაულეს. ევროკავშირი დასუსტებულია. თქვენმა წარუმატებელმა გადაწყვეტილებებმა შეარყია ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტი. უკრაინის გაწევრიანების დაჩქარება აზიანებს ევროკავშირს. კანონის უზენაესობას იარაღად იყენებთ. ძირს უთხრით განსხვავებულ აზრს. თქვენი ხელმძღვანელობით ევროკავშირი მსოფლიო პოლიტიკაში მეორე ხარისხოვანი გახდა. თქვენ პოლიტიკურად გაკოტრებული ხართ. პოლონეთი თქვენი იმპერიის გუბერნია არ არის, უნდა წახვიდეთ. ევროკომისიის პრეზიდენტს უნდობლობის გამოცხადებისგან 9 ოქტომბერს დანიშნულ კენჭისყრაზე საკუთარი პოლიტიკური ჯგუფი უმრავლესობის საფუძველზე იხსნის. თუმცა მემარცხენეები და პატრიოტები აცხადებენ, რომ ფონ დერ ლაიენის ნდობის საკითხის ორჯერ დაყენება მის იმიჯს მნიშვნელოვნად შეელახავს.